91 ფრაზული ზმნა არის wash up, რაც ნიშნავს ჭურჭლის გარეცხვას და რაც რა თქმა უნდა ყველაზე ხშირად გამოიყენება სადილის მომზადებისა და მირთმევის დროს. მაგალითად, you wash up tonight and I'll dry. You wash up tonight and I'll dry. შენ ჭურჭელი გარეცხე და მე გავამშრალებ. You wash up tonight, ამაღამ შენ ჭურჭელი გარეცხე and I'll dry. და მე კი გავამშრალებ. ანუ wash up ნიშნავს ჭურჭლის გარეცხვას. 92 ფრაზული ზმნა არის wash out, რაც უკვე ნიშნავს ლაქის ამოყვანას, ლაქის ამოსვლას. აი მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ ეს ლაქა ადვილად ამოვა, აი ზუსტად ეს ამოვა არის wash out. მაგალითად, this stain will easily wash out. This stain will easily wash out. ეს ლაქა ადვილად ამოვა. ანუ wash out არის ლაქის ამოსვლა გარეცხვის შედეგად. This stain will easily wash out. ეს ლაქა გარეცხვის შედეგად ადვილად ამოვა. და 93 ფრაზული ზმნა უკვე არის wash away, რაც ნიშნავს რაიმეს დანგრევას, განადგურებას, ჩამოსვლას და გაქრობას დიდი წყლის ნაკადის შედეგად. აი მაგალითად წყალდიდობის შედეგად, მდინარის ადიდების შედეგად. აი მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ the bridge was washed away by flooding last year. The bridge was washed away by flooding last year. რომ ხიდი ჩამოიშალა გასულ წელს წყალდიდობის შედეგად. აი ის რომ ჩამოიშალა წყალდიდობის შედეგად, რომ სწორედ წყალდიდობის შედეგად ჩამოიშალა ხიდი და სწორედ წყალდიდობამ დაანგრია ეს ხიდი, არის ზუსტად wash away. The bridge was washed away by flooding last year. 94 ფრაზული ზმნა უკვე არის mess with. ჩვენ ვიცით, რომ ზმნა mess ნიშნავს არევდარევას, ხოლო აი უკვე mess with ნიშნავს ვინმესთან მეგობრულად ან არამეგობრულად მოქცევას, ვინმესთან მეგობრულად ან უფრო უმრავლეს შემთხვევაში არამეგობრულად ხუმრობას. ან ვინმეს გაღიზიანებას, ან ვინმეს გამოწვევას. აი, როდესაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ მაგალითად, ნუ მაღიზიანებ, ნუ მეთამაშები, ნუ მიწვევ, აი ზუსტად ამ დროს უნდა გამოვიყენოთ ჩვენ mess with. მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ I've warned you already, don't mess with me. I've warned you already, don't mess with me. მე შენ უკვე გაგაფრთხილე, ნუ მიწვევ, ნუ მაღიზიანებ. აი ეს don't mess with me არის სწორედ ნუ მიწვევ, ნუ მაღიზიანებ. ანუ mess with ნიშნავს ვინმეს გამოწვევას, ვინმეს გაღიზიანებას, ან მეგობრულად, ან უფრო უმრავლეს შემთხვევაში არამეგობრულად ცუდად ხუმრობას. 95 ფრაზული ზმნა უკვე არის mess up, რაც ნიშნავს არევას, დარევას, შეცდომის დაშვებას, რაიმეს არასწორად გაკეთებას. აი, როდესაც ვამბობთ, რომ I messed up on my test. I messed up on my test. რომ მე შეცდომა დავუშვი ჩემს ტესტში, რომ მე კარგად არ დავწერე ჩემი ტესტი. აი, ზუსტად ეს არის I messed up on my test. რომ მე კარგად ვერ დავწერე ჩემი ტესტი, შეცდომები დავუშვი, ცუდად დავწერე ჩემი ტესტი, აი ზუსტად ეს არის I messed up on my test. ანუ mess up ნიშნავს არევას, დარევას, ანუ რაღაც რომ აგერევა, რაღაცაში შეცდომას რომ დავუშვებ, რომ ისე არ გააკეთებ, როგორც საჭირო იყო. და 96 ფრაზული ზმნა უკვე არის mess around, რაც ნიშნავს ვინმესთან ან რაიმესთან არასერიოზულად მოქცევას. და ძალიან ხშირად ის ითარგმნება როგორც თამაში. ანუ თამაშს არასერიოზულად მოქცევას. აი მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ don't mess around with electricity if you don't understand it. Don't mess around
with electricity if you don't understand it. ანუ ნუ თამაშობ ელექტროობასთან თუ შენ ის არ გესმის. ანუ don't mess around with electricity. ანუ ნუ თამაშობ ელექტროობასთან, ანუ ნუ იქცევი არასერიოზულად, ნუ ეთამაშები ელექტროობას, ანუ if you don't understand it, თუ ის არ გესმის. ანუ mess around ნიშნავს თამაშს ვინმესთან ან რამესთან არასერიოზულად მოქცევას. 97 ფრაზულის მნა უკვე არის hit it off. Hit it off. ჩვენ ვიცით რომ ზმნა hit ნიშნავს დარტყმას, ჩარტყმას, მაგრამ ფრაზულის მნა hit it off უკვე ნიშნავს ორი ადამიანის ერთმანეთის გაგებას, ერთმანეთთან ძალიან კარგად შეწყობას დანახვის გაცნობის პირველივე წუთებიდან. აი, როდესაც მე მაგალითად ვამბობ, რომ მე როდესაც გიორგის შევხვდი, ჩვენ ერთმანეთს მაშინვე გავუგეთ, აი ზუსტად აქ უნდა გამოვიყენო hit it off და ვთქვა ასე რომ when I met George, we hit it off immediately. When I met George, we hit it off immediately. რომ როდესაც მე შევხვდი გიორგის, ჩვენ ერთმანეთს ეგრევე გავუგეთ, რომ ჩვენ მაშინვე გავუგეთ ერთმანეთს. ანუ hit it off ნიშნავს ორი ადამიანის ერთმანეთის გაგებას, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობის დამყარებას, მათი გაცნობისთანავე, მათი გაცნობის პირველივე წუთებისთანავე. და 98 ფრაზულის მნა უკვე არის hit with, რაც ნიშნავს ვინმეს გაკვირვებას ახალი ამბით. აი, როდესაც მე ვამბობ, რომ შენ მე ამ გასაოცარი ამბით გამაკვირვე, აი ზუსტად აქ უნდა გამოვიყენო hit with. მაგალითად, you hit me with this exciting news. You hit me with this exciting news. რომ შენ მე გამაკვირვე ამ საოცარი, ამ ძალიან კარგი ამბით. ანუ hit with ნიშნავს ვინმეს გაკვირვებას ახალი ამბით. და 99 ფრაზულის მნა უკვე ეხება ზნას beat. ჩვენ ვიცით რომ ზნა beat ნიშნავს ასევე დარტყმას, ჩარტყმას, ცემას და აი შემდეგი ფრაზულის მნა უკვე არის beat up, რაც ნიშნავს საკუთარი თავის დადანაშაულებას, ცუდად გრძნობას, ჩვენი რაიმე საქციელის ან რაიმე შეცდომის გამო, რომელიც ჩვენ დავუშვით. აი მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ don't beat yourself up over such a small mistake. Don't beat yourself up over such a small mistake. ნუ ადანაშაულებ შენ თავს ასეთი პატარა შეცდომისთვის. ნუ გრძნობ თავს დამნაშავედ ასეთი პატარა შეცდომისთვის. Don't beat yourself up over such a small mistake. ანუ beat up ნიშნავს ცუდად გრძნობას, თავის ცუდად გრძნობას, თავის დადანაშაულებას ჩვენი რაიმე საქციელის ან რაიმე შეცდომის გამო. და მეასე ფრაზულის მნა უკვე არის beat down. Beat down. რომელსაც აქვს ორი მნიშვნელობა. პირველი, beat down ნიშნავს მზის ცხუნებას. როდესაც მზე ძალიან ანათებს, ძალიან აცხუნებს, ჩვენ რომ ვამბობთ ხოლმე რომ მზე ძალიან აჭერს, აი ზუსტად ეს არის beat down. მაგალითად, I could feel the sun beating down on my head. I could feel the sun beating down on my head. ანუ გრძნობდი მზე როგორ მაჭერდა თავზე. ანუ გრძნობდი მზე როგორ მანათებდა თავზე. აი ზუსტად მზე მაჭერდა თავზე, მზე მანათებდა პირდაპირ თავზე. აი ზუსტად ეს არის beat down on my head. ანუ ნახეთ, beat down ნიშნავს მზის ძალიან ნათებას. როდესაც მზე პირდაპირ ჩვენ გვანათებს ან თავზე, ან სახეში და ასე შემდეგ. და მეორე, beat down ასევე ნიშნავს ვინმეს დარწმუნებას, რომ რაიმე ჩვენ იაფად მოვყიდოს, ვიდრე საწყისი ფასი. ანუ ფასის დაკლებინებას. აი მაგალითად ნახეთ, the original price was 100 gel, but we beat them down to 50 gel. The original price was
100 gel, but we beat them down to 50 gel. ანუ თავდაპირველი საწყისი ფასი იყო 100 ლარი, მაგრამ ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ ფასი დაეწიათ 50 ლარამდე. ნახეთ, we beat them down to 50 gel. ანუ ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ დაეკლო ჩვენთვის ფასი 50 ლარამდე, რომ ფასი დაეწია 50 ლარამდე. The original price was 100 gel, but we beat them down to 50 gel. საწყისი ფასი იყო 100 ლარი, მაგრამ ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ ფასი დაეწია 50 ლარამდე. ანუ beat downs აქვს ორი მნიშვნელობა. პირველი, ეს არის მზის ნათება, მზის ძალიან ნათება, როდესაც მზე ანათებს ძალიან, მზე აცხუნებს და მეორე beat down ასევე ნიშნავს ფასის დაკლებას, ფასის დაწევას, როდესაც ჩვენ ვინმეს დავარწმუნებთ, რომ ფასი დააკლოს, ფასი დაწიოს.